მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო. პირველ რიგში მინდა მადლობით დავიწყო, მადლობა ყველას, ვინც გამოიწერა ჩემი არხი, ვინც მილაიქებს, კომენტარებს. ახლა მინდა გავაკეთო მოკლე გაშლა ივნისის თვის ენერგიები, ჩემო ძვირფასებო, ორ ვარიანტზე. აირჩიეთ ვარიანტი და ვნახოთ როგორი იქნება ივნისი თქვენთვის, ხო? როგორი იქნება, განვიხილოთ სამი სფერო, პირადი, სამუშაო სფერო და ფინანსები ვნახოთ. და ვიკითხოთ ბოლოს რჩევა ივნისისთვის, რჩევა ივნისის თვეში, როგორ ვშობს რომ მოიქცეთ, რაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება, მაშასე ორი ვარიანტი თქვენს წინაშეა, ორი ვარიანტი, აირჩიეთ ვარიანტები, მე დავალაგებ არკანებს, ვინც პირველი ვარიანტისთვის, როგორი იქნება ივნისის თვე, ზოგადი ენერგია პირველი ვარიანტისთვის, ივნისის თვის. შემდეგ, როგორი იქნება ფინანსური თვალსაზრისით ივნისის თვე თქვენთვის პირველი ვარიანტისთვის, როგორი იქნება სამუშაოს თვალსაზრისით და როგორი იქნება პირადი ურთიერთობების თვალსაზრისით. მეორე ვარიანტი, ვინც აირჩიეთ ჩემო ძვირფასებო, მათთვის, როგორი იქნება მეორე ვარიანტის წარმომადგენლებისთვის ზოგადი ენერგია ივნისისთვის, ფინანსები ივნისის თვეში როგორი იქნება თქვენს ცხოვრებაში, სამუშაო სფერო, როგორ წარიმართება, სამუშაოსთან დაკავშირებული საკითხები და როგორი იქნება პირად ურთიერთობებისთვის ივნისის თვე, როგორი ენერგიებში იქნებით პირად ურთიერთობებში. მაშასე აირჩიეთ ვარიანტი, მე გადავდებ მეორე ვარიანტს, ვნახოთ პირველი ვარიანტი, ვინც აირჩიეთ ჩემო ძვირფასებო, ენერგია. ჩემო ძვირფასებო, აქ როგორი მომენტია, იცით, შესაძლებელია ამოვიდა სამიანი ხმალი. სამიანი ხმალი, რაზე მიგვანიშნებს, ნახეთ, სამიანი ხმალი შესაძლებელია ამ მომენტისთვის უკვე მაისის თვეში რაღაც, ან უფრო წინა პერიოდში თქვენს ცხოვრებაში მაინც და მაინც კარგად არ მიდიოდა ცხოვრება, ასე ვთქვათ, იყო რაღაც სირთულეები, ეს შესაძლებელია როგორც პირად ურთიერთობაში ყოფილიყო რაღაც სირთულეები, ასევე სამუშაო სფეროში, ვნახოთ რომელ სფეროსთან იქნება ეს კავშირში, ხო? შესაძლებელია ჩემო ძვირფასებო, რაღაც გულისწყენა გქონდათ აქამდე და აი ამ ენერგიით გადახვედით ივნისის თვეში, აი ამ რაღაც გულის ტკივილით, ხო? ნუ სამიანი ხმალი ეს არის უკვე დასრულებული სიტუაცია, ჩემო ძვირფასებო, როდესაც რაღაცაში არ გიმართლებთ, რაღაცაში ხელი არ გემართებათ, ეს შეიძლება გავიმეორებ, ზოგისთვის იყოს პირადი ცხოვრება, ზოგისთვის იყოს სამუშაო სფეროში რაღაც წარუმატებლობა, გაჩერება, სტაგნაცია, ერთი სიტყვით, ნუ რაღაც სირთულე, რომელიც თქვენს შინაგან მდგომარეობაზე აისახება და ზოგისთვის შესაძლებელია იყოს უკავშირდებოდეს ფინანსებს და ამიტომ ცოტა რაღაც გულისკენით ხართ ივნისის თვეში იმის გამო, რომ წარსულში რაღაცაზე არ გემართებოდათ ხელი და ცოტა თითქოს უიმედო მდგომარეობითაც, რომ აი თითქოს არ გჯერათ, რომ რაღაც შეიცვლება, მაგრამ ვნახოთ, აბა ერთი რა ხდება ფინანსებში აქ ივნისის თვეში. ხო, არ არის გამორიცხული, რომ ნამდვილად ფინანსების კუთხით გქონდეთ რაღაც გულისკენა. აქ ამოვიდა ორიანი პენტაკლი, ჩემო ძვირფასებო, აქ მე ვერ ვიტყვი იმას, რომ ძალიან ბევრი ფული გექნებათ ფინანსებში, მაგრამ აქ არის სიტუაცია, როდესაც გექნებათ, რა თქმა უნდა, თანხა, შემოსავალი, ოღონდ შესაძლოა ეს იყოს მცირეოდენი თანხა, რომელიც შეიძლება ყველაფერზე ვერ გაგწვდეთ, ყველაფერზე ვერ იკმაროთ, ასევე შესაძლებელია იყოს პერიოდული რაღაც, ანუ რაღაც სხვადასხვა ადგილი და სხვადასხვა წყაროებიდან ფინანსების შემოსვლა, ზოგიერთთან შესაძლებელია ეს იყოს რაღაც დამატებითი შემოსავალი, ორი სამსახური, ან ორი საქმე, რაღაც ესეთი, ხო? ან შესაძლებელია პატარ-პატარა რაღაც გამომუშავება გექნებათ ფინანსების, ერთი სიტყვით. მე აქ ვერც იმას ვიტყვი, ჩემო ძვირფასებო, რომ თლადუფლოდ იქნებით, ვერც იმას ვიტყვი, რომ ძალიან ბევრი ფული გექნებათ ფული, თქვენი სახარჯო ფული გექნებათ, ოღონდ შესაძლებელია ყველაფერს მოგიწიოთ ბევრ რაღაცაზე უარის თქმა, დაწონვა, ვთქვათ, პრიორიტეტების დალაგება, მნიშვნელოვანი რაღაც გათვალისწინება, რაღაც მნიშვნელოვანის, ხო? ბევრ რამეზე ერთი სიტყვით მოგიწევთ რაღაც სიტუაციების ლავირება და ფინანსების, ასე ვთქვათ, განაწილება. აი ესეთი იქნება ივნისის თვე, მაგრამ ჩემო ძვირფასებო, ისევ და ისევ ვიმეორებ, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ უფლოდ იქნებით. უბრალოდ მოგიწევთ რაღაცებზე უარის თქმა. ზოგიერთ შესაძლებელია ჩემო ძვირფასებო, რომ გქონდეთ რაღაც დამატებითი შემოსავალი, ისევ ვიტყვი, რომ რაღაც პატარა რაღაც გამომუშავების მაგვარი რაღაც შანსები გაგიჩნდეთ. ხო, ვფიქრობ, რომ შესაძლებელია, იცით, ეს სამიანი ენერგია, სამიანი ხმალი, ხო, იყოს ზუსტად დაკავშირებული იმასთან, რაღაც ფინანსებშიაც მაინც და მაინც კარგად არ გვაქვს საკმარისი ერთი სიტყვით და ეს მომენტიც იყოს, რომ
ამაზეც იყოს რაღაც გულის ტკენა და წყენა, ასე ვთქვათ. მოდი ვნახოთ სამუშაო სფერო. ნახეთ სამუშაოს სამიანი პენტაკლი ამოვიდა. სამუშაო, ვინც დასაქმებული ხართ, ჩემო ძვირფასებო, სამუშაო სტაბილური გაქვთ, აქ არის რაღაც თქვენი სამუშაო გაქვთ, ჩემო ძვირფასებო, ვინც ეძებთ სამუშაოს იპოვით. ვის ასევე შესაძლებელია იყოს აქ ზოგიერთისთვის რაღაც კვალიფიკაციის დამატებით, რაღაცის შესწავლა დამატებით, ხო, თქვენს პროფესიასთან მიმართებაში რაღაც დამატებითი, ასე ვთქვათ, გაკვეთილის რაღაცის ცოდნის ამაღლება და ასე ვთქვათ, მაგრამ აქ სამსახურში ყველაფერი სტაბილურად არის, ყველაფერი ნორმალურად არის. თქვენი შრომა ფასდება, თქვენს ასე ვთქვათ, მონდომებას აფასებენ, აკვირდებიან, ჩემო ძვირფასებო, თუ ვთქვათ, ხართ დროებით, ასე ვთქვათ, სტაჟიორად ან რაღაც მსგავს პოზიციაზე, აქ აკვირდებიან თქვენს შრომას და საკმაოდ კარგ შეფასებას გასდევენ, ჩემო ძვირფასებო, ისე რომ ვინც ხართ დასაქმებული, მათთვის სამუშაო გაქვთ, ჩემო ძვირფასებო, ვინც ეძებთ და გაქვთ, ასე ვთქვათ, ვაკანსიები, ხო, ვაკანსიებზე რაღაც თქვენი CV გაგზავნილი, აუცილებლად იშოვით სამუშაოს და შესაძლებელია, როგორც უკვე გითხარით და გავიმეორებ, ზოგიერთ შესაძლოა მოგიწიოთ, ასე ვთქვათ, კვალიფიკაციის ამაღლება, დამატებით რაღაცის შესწავლა თქვენს სამუშაო სფეროსთან დაკავშირებით. ნახოთ პირად ურთიერთობებში, ჩემო ძვირფასებო, დაკიდებული კაცი ამოვიდა. დაკიდებული კაცი რაზე მიგვანიშნებს? დაკიდებული კაცი მიგვანიშნებს იმას, რომ თუ ურთიერთობაში ხართ, იძულებული ხართ, მაინც და მაინც რომ თქვა, რომ ურთიერთობაში ყველაფერი კარგად არის, შეიძლება არ იყოს, ეს შესაძლებელია როგორი სიტუაცია იყოს, იცით, თქვენს ურთიერთობაში დიდი ხანია რაღაც პრობლემა, რომელიც ჩამოკიდულია და არ გვარდება, ასე ვთქვათ. აი ესეთ სიტუაციაში და იძულებული ხართ მაინც, ასე ვთქვათ, იყოთ ამ მდგომარეობაში, მაინც და მაინც არ ჩქარობდეთ, რომ რაღაც შეიცვალოს, აი ესეთი სიტუაცია შეიძლება გქონდეთ. თუ მარტო იმყოფებით, ჩემო ძვირფასებო, და ურთიერთობა არ გაქვთ, ან გაქვთ დროებით პაუზაში ხართ თქვენს პარტნიორთან პირად ურთიერთობაში, ეს სიტუაცია გაგრძელდება ივნისის თვეში, ყოველ შემთხვევაში არაფერი არ შეიცვლება. მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ დაკიდებული კაცი ეს არის ნებაყოფლობითი, ასეთ სიტუაციაში თქვენ თავს, თქვენ თვითონ, ასე ვთქვათ, როგორ გითხრათ, იცით, თქვენ არ მოქმედებთ, თქვენი მხრიდან ხდება ასეთი სიტუაციის გაჩერება. ერთ-ერთი მთავარი პერსონა აქ ხართ თქვენ, ასე ვთქვათ, გაწყობთ ან სიტუაციის გამო იძულებული ხართ, რომ გაჩერდეთ ასეთ მდგომარეობაში, ერთი სიტყვით, თქვენ ხართ უმოქმედო მდგომარეობაში, პირად ურთიერთობაში, კიდევ რომ არაფერი არ იცვლება, ჩემო ძვირფასებო, ვინც ასე ვთქვათ, დაშორებულები ხართ და ურთიერთობაში გაქვთ პაუზა, ეს პაუზა გაგრძელდება, ჩემო კარგებო. ასეთი იყო პირველი ვარიანტი. მადლობას მოგახსენებთ, მაინტერესებს გამომეხმაუროთ, როგორ რეზონირდა თქვენთან, რაც თქვი. ცოტა როგორი მომენტი, ესე იგი ივნისის თვე პირველი ვარიანტისთვის ცოტა მოიკოჭლებს ფინანსებში და პირად ურთიერთობებში. სამსახურში ყველაფერი ნორმალურადაა, ჩემო ძვირფასებო, საბოლოო დასკვნა რომ გავაკეთოთ, უკაცრავად მე დამავიწყდა რჩევა, სანამ მეორე ვარიანტზე გადავართ, რჩევა პირველი ვარიანტისთვის. რა უნდა მოიმოქმედოთ, მოდი რჩევას ამიღებ სხვა დასტით ვიკითხავ, რჩევას თქვენთვის. პირველი ვარიანტისთვის რჩევა ივნისის თვეში. ზოგადი რჩევა რეკომენდაცია. ივნისის თვეში. ივნისის თვეში გირჩევთ თქვენ, რომ ასე ვთქვათ, დააკვირდეთ სიტუაციას, როგორ განვითარდება, მაინც და მაინც იქნებით გულჩათხრობილი და ასე გაბრაზებული ნეგატიური ფიქრებით, თუ იქნებით დატვირთული, დააკვირდეთ და დაელოდეთ ყველაფერს, დააკვირდით, ეს თვე გამოიყენეთ იმისთვის, რომ ყველაფერი გაანალიზოთ და შემდეგ ისე მიიღოთ გადაწყვეტილება. ჩემო ძვირფასებო, ანუ დიდად აქ მოქმედებას არ გირჩევთ, არა, უბრალოდ დააკვირდით სიტუაციას, როგორ განვითარდება, ყველაფერი კარგად გაანალიზეთ და ერთადერთი რეკომენდაცია ნეგატიური ფიქრებისგან, ასე ვთქვათ, ნეგატიური ფიქრები მოიშორეთ და ყველაფერი დაალაგდება. სიტუაცია მიუშვით თავის, ასე რა ქვია, როგორ თქვა,
როგორ განვითარდება სიტუაცია. ანუ თქვენ თავარია რომ იყოთ დადებით განწყობაზე, დადებითი ფიქრებით, ასე ვთქვათ. დანარჩენი დააკვირდით, მაინც მოქმედებას, აქ რაიმეს შეცვლას რეკომენდაციას არ გაცემთ, ანუ მაინც რომ რამე შეცვალოთ თქვენს ცხოვრებაში. ხო, აი იცით როგორი მომენტია, გაუშვით ნეგატივი გაუშვით და აქამდე რაზეც სიყავით, ხო? ხო, და შვიდიანითა სიამოვნებით და ვარდისფერი სათვალე მოიშორეთ თვალები და ცოტა რეალურად შეხედეთ. შესაძლებელია თქვენ ხართ ძალიან მიმდობი პიროვნება და ამის გამო ხშირად გულგატეხილი რჩებით, აი ამ თქვენი ხასიათის გამო, ამიტომ მოიშორეთ ვარდისფერი სათვალე ნეგატიური აზრებისგან გათავისუფლით და დაელოდეთ და დააკვირდით განვითარებას მოვლენების. აი ეს იყო პირველი ვარიანტისთვის რჩევა რეკომენდაცია, მეორე ვარიანტზე გადავიდეთ შემოძვრფასებო, ზოგადი ენერგია თქვენთვის. ნუ აქ ყველა ვარიანტში სულელი სარკანი ამოვიდა, რაღაც სიახლე იქნება. მეორე ვარიანტის ცხოვრებაში აუცილებლად იქნება რაღაც სიახლე. მეორე ვარიანტი, ყველა ვარიანტში იგრძნობს რაღაც სიმსუბუქეს, რაღაც ისგან გათავისუფლებას, მაგრამ შემოძვრფასებო დაფიქრდით, რომ აი იმ იდეამ თუ რამე იდეა შეგიპყრობთ და რაღაცის განხორციელება გინდათ, ამ იდეამ მოусმინათ თქვენს მეგობრებს. ნახეთ აქ როგორი არკანია. ძაღლი, ხო, ძაღლი ეკაჩება თოქზე, რომ არ გადავარდეს სულელი უბსკრულში. ანუ შესაძლებელია რაღაც იდეით იყოთ, იდეა მოგივიდეთ, რაღაცის სურვილი, რაღაც სიახლის სურვილი გაგიჩნდეთ, მაგრამ მოусმინათ თქვენს მეგობრებს, თქვენს გარშემომყოფებს და დაუკვირდით ერთი სიტყვით, რომ უბსკრულში არ აღმოჩნდეთ. გაითვალისწინეთ ყოველ შემთხვევისთვის ახლობლების რჩევა, დარიგება, ან თუ არ გყავთ და იკითხეთ, რაღაც სიახლე მაინც იქნება თქვენს ცხოვრებაში და იგრძნობთ რაღაცა სიმსუბუქეს ერთი სიტყვით. შესაძლებელია რაღაც მოგინდეთ იმ ცხოვრების აქამდე როგორც იყავით, ასე ვთქვათ, შეცვლა რაღაც. შეიძლება ეს თქვენი იმიჯს უკავშირდებოდეს, იმიჯის შეცვლა გადაწყვიტეთ, ან მოგინდეთ ხო ივნისის თვეში ასევე რაღაც საქმეს. შესაძლებელია ზოგიერთი სულაც ივნისის თვეში გეგმავდეთ სადმე გამგზავრებას, ამის სურვილი გაგიჩნდეთ ან გქონდეთ, რომ სადმე წახვიდეთ, სამოგზაუროთ და რაღაც ახალი ემოციები და ახალი შეგრძნებებით აიუსოთ. ერთი სიტყვით რაღაც სიახლე მაინც იქნება ივნისის თვეში თქვენს ცხოვრებაში. ნახოთ აბა ფინანსების კუთხით აქ როგორ გვაქვს საქმე ივნისის თვეში. ივნისის თვეში ნახეთ 6-იანი პენტაკლით შემოძვრფასება. ვინც დახმარებას ელოდებით, აუცილებლად გამოჩნდება პიროვნება, ვინც მიიღებთ იმ პირისგან დახმარებას, ვისგანაც ელოდებით. შესაძლებელია მიიღოთ რაღაც ბონუსის სახით, რამე პრემია, მოკლედ რაღაც ფინანსური შემოსავალი გექნებათ აუცილებლად ივნისის თვეში. შემოძვრფასებო, ისე რომ საკმაოდ კარგად დაიწყო თქვენთვის ივნისის მეორე ვარიანტისთვის. ასევე როგორი მომენტია აქ, შესაძლებელია თქვენიდან დასჭირდეთ მეორე ვარიანტი იყოს კიდევ ასეთი, ხო, ყველასთან ერთი და იგივე არ იქნება, შესაძლებელია თქვენგან ითხოვონ დახმარება და თქვენ გამოიჩინოთ გულისხმიერება და დახმარება გაუწიოთ მათ, ვისაც ეს სჭირდება. ერთი სიტყვით რაღაც სიახლე შემოდის, ვინც თუ ელოდებით ისე გავიმეორებ, ვინმესგან რაღაც გვერდში დგომას დახმარებას აუცილებლად იქნება, თუ არ იცით და არ გეგმავთ და შესაძლებელია დაგჭირდეთ ასე ვთქვათ ფინანსები, ითხოვეთ დახმარება, აუცილებლად დაგეხმარებიან შემოძვრფასებო. ეს რომ ფინანსები შემოდის ივნისის თვეში მეორე ვარიანტისთვის ზომიერად, თუმცა შემოდის. ნახოთ სამსახურთან დაკავშირებით აქ როგორი აქ შესაძლებელია როგორი მომენტია ფორტუნას ბორბალი, ცვალებადი სამუშაო გქონდეთ, ან გიწევდეთ მუდმივად ცვლას სამსახურის, ასევე შესაძლებელია იყოს აქ როგორი მომენტია, იცით, დისტანციურად გიწევდეთ ასევე რაღაც სამუშაოს კეთება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ფორტუნას ბორბალი გვეუბნება იმას, რომ სამუშაოსთან დაკავშირებით ყველაფერი ნორმალურად არის. თუ ეძებთ სამუშაოს ფორტუნა გაგიღიმებთ შემოძვრფასებო, თუ სამსახურის შეცვლას ფიქრობთ, ნახოთ, ზოგჯერ შესაძლებელია ფორტუნას ბორბალი მიგვანიშნებდეს იმას, რომ შესაძლებელია ფიქრობთ რაღაც სამსახურის შეცვლას, ან სხვა სამსახურში გადასვლას, ან რაღაც დაწინაურებას, ერთი სიტყვით ესეც მოიაზრება. ნუ ყოველ შემთხვევისთვის 8-იანი პენტაკლი ამოვიდა სამსახურთან დაკავშირებით, ყველაფერი აქ კარგად არის. თუ ეძებთ, იპოვით, თუ გადასვლას აპირებთ სხვა სამსახურში, აქაც წარმატება გექნებათ და 8-იანი პენტაკლი იმაზე მიგვანიშნებს, რომ
იშოვით მუდმივ სამუშაოს, თუ დროებითი სამუშაო გაქვთ აქ და ხან გაქვთ პერიოდული სამუშაო, ხან არა, იშოვით მუდმივ სამუშაოს შემოძვირფასებო. ისე რომ ყველაფერი კარგად იქნება მეორე ვარიანტისთვის სამსახურის თვალსაზრისით ივნისის თვეში. ნახოთ პირად ურთიერთობებში. პირად ურთიერთობებში 10-იანი თასი. შემოძვირფასებო 10-იანი თასი, ეს არის ემოციებით სავსე პერიოდი გექნებათ, ვინც დაოჯახებული გაქვთ, შესაძლებელია ყველაფერი კარგად გექნებათ ერთი სიტყვით. შესაძლებელია სადმე ერთად წახვიდეთ რაღაც პიკნიკებზე, ასევე ყველაფერი კარგად არის ერთი სიტყვით. ვინც ურთიერთობაში ხართ, ვინც არ ხართ ურთიერთობაში, აუცილებლად გამოჩნდება პიროვნება, რომელსაც რაღაც სერიოზული გრძნობები გაუჩნდება თქვენს მიმართ და თქვენც ასევე. ისე რომ ყველაფერი რაღაც კარგისკენ მიდის. შემოძვირფასებო, ვინც არ ხართ ურთიერთობაში და თქვათ ამ მომენტისთვის დაშორებულები ხართ, ხო? გამოჩნდება პიროვნება, ვინც თქვენზე, ასე ვთქვათ, ძალიან ისეთ შთაბეჭდილებას დატოვებს თქვენს მასზე და გაგიჩნდებათ, ასე ვთქვათ, სურვილი თუ როგორ გითხრათ, ემოციები, იმის რომ რაღაც ურთიერთობა გქონდეთ პირთან, კი, იეროფანტი ამოვიდა, ვინც არ ხართ ამ მომენტისთვის ურთიერთობაში, ხო, ანუ განქორწინებულები და დაშორებული წყვილები ვინც ხართ, აუცილებლად გამოჩნდება პირი სერიოზული ურთიერთობისთვის. კი, ანუ თქვენი ურთიერთობა რაღაც ახალი ეტაპიდან დაიწყება. ეს სიახლე არ არის გამორიცხული, რომ იყოს პირად ურთიერთობას უკავშირდებოდეს მეორე ვარიანტისთვის. ვინც ხართ ურთიერთობაში, შემოძვირფასებო და ჰარმონიული, კარგი ურთიერთობა გაქვთ, ასეთივე ურთიერთობა დარჩება. არაფერი არ ემუქრება თქვენს ურთიერთობას, ვინც არ ხართ შემოძვირფასებო, გამოჩნდება აუცილებლად პირი, ვისთანაც რაღაც სასიამოვნო შეხვედრები შეიძლება გქონდეთ და ერთი სიტყვით რაღაც განვითარება შეიძლება გქონდეს მომავალში თქვენს ურთიერთობას. ასეთ იყო მეორე ვარიანტი, ძალიან მაინტერესებს. გამომეხმაურებთ შემოძვირფასებო, გამომეხმაურეთ და თუ ხართ ურთიერთობაში, მაგრამ არ გაქვთ ოჯახი არ გაქვთ, შესაძლებელია დავამატებ იმას, რომ შესაძლოა განვითარება გქონდეს, ანუ კარგი განვითარება ექნება მომავალში. და ბოლოს რჩევა ვიკითხო, კი რაღაც დამავიწყდა რჩევა რეკომენდაცია თქვენთვის მეორე ვარიანტისთვის ივნისის თვის რჩევა რეკომენდაცია ხმლის ამოვიდა ხმლის მეფე, დასტის ფონი მაქვს 5-იანი კვერთხი. ну როგორი მომენტი აქვს ხმლის მეფე შესაძლებელია იყოს რჩევა რომ ყველაფერი საღად არა ემოციურ დონეზე ემოციებით კი არ იმოქმედოთ საღე აზროვნებით ცივი გონებით რაც მოსაკვეთია და რაც თქვენს ცხოვრებაში რასაც საჭიროა რომ წერტილი დაუსვათ დაასვით იქ წერტილი და იყავით როგორ გითხრათ იცით შემტევი მაგრამ სამართლიანი აი ესეთი რატომაც ესე მინდა რომ გითხრათ სამართლიანი, მაგრამ თქვენი ინტერესების გამტარებელი. აი ეს არის რჩევა, რეკომენდაცია ჩემგან შემოძვირფასებო, ისე რომ მე დაგემშვიდობებით, ძალიან მაინტერესებს ვისთან როგორ რეზონირდა, მადლობა და ნახვამდის.